თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. 1993 წელს საბჭოთა კავშირი ისეთ სასაცილო და სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა, კარგახანი იყო ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. 1993 წლის 26 სექტემბერს გარეული ბატები კინაღამ ბირთვული ომის დაწყების საბაბი გახდნენ. როგორც ირკვევა გარეული ბატების გუნდი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ალიასკადან აფრენილ ბირთვულ რაკეტებად აღიქვა საბჭოთა კავშირის ოპერატიული მართვის პუნქტში განთავსებულმა რადარებმა. მართვის პუნქტზე იმხანად მორიგეობდა ვიცე-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელსაც საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისათვის აუცილებლად უნდა ეცნობებინა ამერიკული სარაკეტო იერიშის შესახებ, რასაც როგორც გაზეთ კომსომოლსკაია პრავდას სამხედრო მიმოხილველი ვიქტორ ბარანცევი ამბობს, აუცილებლად მოხდებოდა ბირთვული დარტყმა საბჭოთა კავშირის მხრიდან. ეს რომ მომხდარიყო, რუსეთი გაუმართლებელ დარტყმას მიაყენებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისეთი ძალის დარტყმას, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამას უსათუოდ მოხდებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმა, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ცხადი, ასეთი ბირთვული დარტყმების ორომტრიალში ჩართული აღმოჩნდებოდნენ ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებიც და ჩვენ მივიღებდით ბირთვულ კოლაპს. დედამიწას შეწყვეტდა არსებობას, ხოლო ჩვენ, პატივცემულო კოლეგა, დღეს უკვე ამაზე ლაპარაკს ვეღარ შევძლებდით. აცხადებდა ინტერვიუში ვიქტორ ბარანცევი. ანუ ხვდებით ხომ, რას ვართ გადარჩენილი? ანუ ისინი, ვინც 1993 წელს უკვე დაბადებული ვიყავით, ან აწინიც დაიბადებოდა და დაიბადებოდა კი, უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ცივი ომი თავის ზენიტს აღწევდა და სრული ერთი თვეც კი არ იყო გასული იმ დღიდან, როდესაც საბჭოთა კავშირმა სამხრეთკორეიული სატრანსპორტო ბოინგი 747 ჩამოაგდო. ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ახლა ომის საბაბი არ გამხდარიყავიო. იხსენებს სტანისლავ პეტროვი, რომელსაც იმ საგანგაშო მორიგეობიდან 30 წლის შემდგომ 18 თებერვალს შეერაღებული კონფლიქტების თავიდან აწილებისათვის დაწესებული დრეზდენის მშვიდობის პრემია მიენიჭა. ვიცე-პოლკოვნიკმა სტანისლავ პეტროვმა დრეზდენის სამშვიდობო პრემია დამსახურებლად მიიღო. ამბობს სამხედროს მიმოხილველი ვიქტორ ბარანცევი. იმ პერიოდში ბარანცევის თქმით, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო მიზნების ეკრანზე ასახვის ცოდნე მაღალი დონის პროფესიონალი შეეძლო გამოეთვალა კომპიუტერის შეცდომა და დაერწმუნებულა კოლეგები, რომ განგაში უსაფუძვლო იყო. ეს ინციდენტი პოლიტიკური მოსაზრებებით იმხანად საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული იყო, ამბობს ვიქტორ ბარანცევი. გახმაურება იმისა, რომ საბჭოთა რადარებმა დროის მოკლე მონაკვეთში ვერ შეძლეს ზუსტად ამოეცნოთ, იყო ეს სარაკეტო თავდასხმა, სტრატეგიული ბომბდამშენები მოფრინავდნენ თუ ბატების დიდი ჯგუფი, ასეთი საგანგებო შემთხვევის გახმაურება ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს თვალში სულელად წარმოჩენილიყო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.